unboxing-ი. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის ფასი გამოვიდა $200 და ამ ბოქსში მაქვს $32 გადახდილი. დღეს განვიხილოთ ipsy extra, ანუ ipsy box-ი შარმი, რომელიც არის იანვრისთვის ბოქსი და $32 გადავიხადე $200 მაგივრად. ახლა ვნახოთ რა დევს შიგნით ასეთი. პირველი რაც აქ დევს და რამაც ყველაზე მეტად მომჭრა თვალი და როდესაც ამდენი პალიტრა გაქვს და კიდე პალიტრას ამოირჩევთ და უნდა იცოდეთ რომ აქედან 2-ს თვითონ გირჩევს თვითონ პროგრამა და 3 პროდუქტს თქვენ თვითონ ირჩევთ და მე კი ეს ამოვირჩიე, ანუ ესე იგი მართლაც როგორი ლამაზი უნდა ყოფილიყო და როგორ უნდა მომწონებოდა წარმოიდგინეთ. ეს არის Galactic, ესე ქვია ამ ბრენდს და Essential პალიტრა არის Vol 2 და ნახეთ როგორი ლამაზი ფერებია. აი არ ვიცი მეიქაპ არტისტი რომელიც ამ პალიტრას არ ამოირჩევდა, ძალიან ლამაზი არის და მოვიხიბლე ამ ფერებით, ამიტომაც ამოვირჩიე ეს პროდუქტი და ამ პროდუქტის თვითღირებულება არის $48. თვითონ ეს ბოქსი რომ $32 ღირდა, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მსვლელობის დროს. შემდეგი პროდუქტი რომელიც აქ დევს და ასევე ძალიან გამიხარდა არის First Aid Beauty-ს IS კრემი, რომელიც არის ძალიან თხევადი ტექსტურის, არის უკარდესი ბრენდი First Aid Beauty, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სახის კანის მოვლის ბრენდია. შემიძლია თავმოთ თქვა რომ თითქმის უთანასწორდება კორეულ ბრენდებს და ამ პროდუქტის თვითღირებულება არის $38. შემდეგი პროდუქტი და ყველაზე დიდი კულმინაცია ამ ბოქსის არის Natasha Denona-ს პალიტრა, რომელიც არის არა მხოლოდ თვალის პალიტრა, არამედ სახის პალიტრა. და ნახეთ რა საოცარი პალიტრა არის ეს. ჯერ მარტო გარედან რომ შეხედავ, ისეთ ესთეტიკურ სიამოვნებას მიიღებ, რომ არ გახსნა უკვე კმაყოფილი ხარ, მაგრამ როდესაც გახსნი და ამ საოცარ ფერებს დაინახავ, უბრალოდ არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ეს პალიტრა არ აირჩიო. თუმცა იმას გეტყვით რომ ეს პალიტრა ამ პროგრამამ ამირჩია თავისით. ასე რომ ძალიან ხელგაშლილი პროგრამა არის ipsy, ხელგაშლილი გამოწერის პროგრამა არის და უნდა გითხრათ რომ ამ პროდუქტის თვითღირებულება რეალურად არის $62 და Natasha Denona ყველა ვიცით ალბათ ვისაც მაკიაჟი გიყვართ, ასე რომ ძალიან კარგი ბოქსი არის, იმიტომ რომ ეს მარტო ესეც რომ აქ მარტო ესეც რომ ყოფილიყო, უკვე კარგი იქნებოდა და კიდევ ამდენი კარგი პროდუქტი დევს ამის გარდა. შემდეგი არის ასევე ჩემთვის ძალიან საინტერესო პროდუქტი, იმიტომ რომ დავამატე ჩემს გვერდს არომატების განხილვა და შესაბამისად ყოველთვის ვეძებ ხოლმე არომატებს იმისთვის რომ მეტი და მეტი მქონდეს რომ განვიხილო და თქვენს გირჩიოთ. და ეს არის Ever Eden და Darling არის ამისი სახელი. ნახეთ როგორი ლამაზი შეფუთვაა, თუმცა შეფუთვა არის პლასმასის, რაც ცოტათი არ მომეწონა, იმიტომ რომ მე მგონი არ ეკადრება ipsy-ს პლასმასის ბოთლებით არომატების გაგზავნა. ამის თვითღირებულება, ამ პროდუქტის თვითღირებულება არის $23. ალბათ ეს $23 არის ის რატომაც შეფუთვაზე არის დაზოგილი თანხა, თუმცა ძალიან ლამაზი შეფუთვა არის, ალბათ დამეთანხმებით და ეს არის სხეულის თმის ყველაფრის პარფიუმი, არის ძალიან ტკბილი არომატი და სიმართლე რომ ვთქვათ, ვისაც ტკბილი არომატები მოსწონს, მოეწონება, მაგრამ ალბათ უფრო დავარქმევდი სპრეის და body sprays ალბათ და არა არომატს, არა სუნამოს. თუმცა საინტერესო პროდუქტი არის და ამის განხილვასაც დაელოდეთ, თუ გაინტერესებთ უფრო სიღრმისეულად მისი არომატის ნოტები. და ბოლოს ეს პროდუქტი თვითონ ამირჩია ipsy, ეს არის glossy და ამ ბრენდს ქვია Delish, არ ვიცი სწორად გამოთქვამ თუ არა, ეს არის ტუჩის ბალმი და ამის ფერი არის Colleen, ანუ ცოტათი უფრო ისეთი მოვარდისფრო, მომაყოლისფრო, მომალინისფრო ტონალობა აქვს და მისი ფასი არის $20. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის ფასი გამოვიდა $200 და ამ ბოქსში $32 გადახდილი. ძალიან მომწონს ეს ბოქსი, მინდა გითხრათ რომ აუცილებლად ვუწევ რეკომენდაციას ipsy-ს ბოქსების გამოწერას, განსაკუთრებით აი ამ საშუალო ბოქს, რომელსაც ქვია ipsy extra, ადრე მას ერქვა ipsy ბოქსი შარმი. ძალიან კარგი პროდუქტები ჩამოდის, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ არ არსებობს რომ ყველა ბოქსი ერთნაირად მოგეწონათ, თუმცა გარანტირებულია რომ მინიმუმ $50 პროდუქტები აუცილებლად ჩამოგივარ და სამ პროდუქტს თქვენ თვითონ ამოირჩევთ. ასე რომ თუ თქვენ გსურთ რომ გქონდეთ ბევრი კოსმეტიკა, სახის მოვლის პროდუქტები, მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება რომ გოგონას სჭირდებოდეს, მათ შორის არომატებით ipsy-ში შევძანდით და რეგისტრირდით.